აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის პროგრამული ბიუჯეტის 2014-2017 წლების პრიორიტეტები განიხილეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. უწყების პრიორიტეტებად ისევ რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, გზებზე საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა, რეაბილიტაცია, სამელიორაციო სისტემების გამართული მუშაობა, შიდა სასოფლო ხიდების მოწესრიგება და ახალი კაპიტალური ხიდების მშენებლობა რჩება. პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის წარმომადგენლის რეკომენდაციით აუცილებელია საგზაო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. აღნიშნული კომპანია ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას ეხმარება პროგრამული ბიუჯეტის პრიორიტეტების კანონის ფარგლებში გაწერაში. მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ხელვაჩავრისა და ქობულეთის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი. მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ქვეყნის განვითარების საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მხრივაც ჩვენ დეპარტამენტს გააჩნია პროგრამა. ეს არის როგორც გზების ასფალტით მოწყობის პროგრამა, ასე გზებზე არსებული საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ამ მხრივ ჩვენ 2013 წელში გვაქვს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. დღეს განვიხილეთ 2014 და 2017 წლების პრიორიტეტები. ჩვენი ასე თქვათ რეკომენდაცია ეს არის, რომ მოხდეს ისევ და ისევ იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ახლა მუშაობთ და წარმოადგენთ პრიორიტეტებს და შევიმუშავოთ პრიორიტეტებს და პროგრამებს. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით ამ კონკრეტულად ყველა საქმიანობის გაწერაში იმ ფორმატით, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, რათა უფრო მეტად დაიხვეწოს ის პრაქტიკა პროგრამული ბიუჯეტირების, რომელიც დაწყებულია საქართველოში.